პროევროპული საპროტესტო აქციებისას დაკავებული 8 დემონსტრანტის სასამართლოს სხდომაზე 20 წლის სტუდენტი გიორგი გორგაძე შეუძლოდ გახდა. მას სამედიცინო დახმარება ჯერ თბილისის საქალაქო სასამართლოს ექიმმა აღმოუჩინა, ადგილზე მივიდა სასწრაფო დახმარების ბრიგადაც. გორგაძე ბრალდებულების შეყვანიდან მალევე გახდა შეუძლოდ, რასაც დარბაზში დაძაბულობა და ხმაური მოჰყვა. გორგაძის დედაშვილი შველას ითხოვდა. როგორც ადვოკატებისგან გაირკვა, ბრალდებულს ერთ-ერთი პრეპარატი მშიერს ჰქონდა მიღებული, ამასთან მას ცოტა ხნის წინ ფილტვების ანთება ჰქონდა გადატანილი, რასაც მსგავსი მდგომარეობა ახასიათებს. მას შემდეგ რაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებმა გიორგი გორგაძე გასინჯეს, სხდომა განახლდა. ექიმების რეკომენდაციით ის კლინიკაში გადაყვანას არ საჭიროებდა. ოჯახი ბრალდებულისთვის დამატებითი გამოკვლევების ჩატარებას მოითხოვს, რისთვისაც ადვოკატი პენიტენციურ სამსახურს მიმართავს. გიორგი გორგაძე სასამართლო პროცესიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დააბრუნეს. გიორგი გორგაძეს აქვს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები და ეს პრობლემები მას დაეწყო თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში ციხეში. უფრო ზუსტად მან გადაიტანა ფილტვების ანთება და გუშინ დაასრულა მკურნალობის კურსი გარკვეული ინექციები, თუმცა დღეს სასამართლო პროცესზე მოყვანისთანავე იგი გახდა კვლავ ცუდად გამოძახებული იქნა გარდა ადგილობრივი ექიმისა სასწრაფო სამედიცინო დახმარება, რომელთაც დაადასტურეს მისი შეუძლყოფნა, თუმცა რაიმე ტიპის გრძელვადიანი და მძიმე ჩარევა საჭირო არ გამხდარა. პროცესის მიმდინარეობისას გორგაძემ კვლავაც ცუდად იგრძნო თავი, რის გამოც მან ითხოვა დაუყოვნებლივი ეტაპირება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, საკანში, სადაც ერთის მხრივ მას 7 გარემო ექნება დასასვენებლად და მეორე მხრივ შესაძლებელი იქნება სამედიცინო დახმარების მიღება იმ პირობებში. ამასთან ჩვენ შევიტანეთ განცხადება საქართველოს ფედერალურ პენიტენციურ სამსახურში, სადაც ვითხოვთ გორგაძის გადაყვანას შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში, რაც მას ჩაუტარდეს სრულფასოვანი სამედიცინო კვლევები. დღევანდელ პროცესზე პროკურატურის მოწმე ვალერიან მესხი დაიკითხა, ის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსპერტია და გუშინ 11 პირიან საქმეზეც დაიკითხა. ვალერიან მესხმა სამი დაკავებულის ზვიად ცეცხლაძის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის და გიორგი გორგაძის წინააღმდეგ საქმეში არსებულ ვიდეო მტკიცებულებებზე ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა. მან დაუდასტურა გამოძიებას, რომ ვიდეოებში ნამდვილად ისინი არიან ასახულები. ყველა ექსპერტთან ადვოკატები ცდილობენ გაარკვიონ, აქვს თუ არა საკვლევ ვიდეოს მონტაჟის კვალი. ექსპერტები ამბობენ, რომ ვიდეო არ უკვლევიათ, იკვლევს მხოლოდ გამოძიებისთვის საინტერესო პიროვნების გამოსახულება და ასკვნიან, რომ ეს გამოსახულებები არ შეიცავდა მონტაჟის ნიშნებს. ექსპერტმა იმის მიუხედავად, რომ მას ჰქონდა ჩატარებული ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, ძალიან ვრცლად ისაუბრა ასევე და გაცდა, მიმაჩნია, რომ გაცდა მისი როგორც ჰაბიდოსკოპიური ექსპერტის უფლებამოსილებას, მან ისაუბრა ასევე ვიდეო კამერის ჩანაწერის და ფოტოს მონტაჟთან დაკავშირებით, უწყვეტობასთან დაკავშირებით, რაც მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ცდება ყოველგვარი ექსპერტიზისთვის და კონკრეტულად ამ ექსპერტისთვის დადგენილ უფლებამოსილების ფარგლებს. აღნიშნული საკითხის დასადგენად გამოძიებას ჰქონდა შესაძლებლობა, რომ დაედგინა კომპიუტერული ექსპერტიზის ფარგლებში მონტაჟისა და ზემოქმედების კვალთან დაკავშირებით დაესვა კითხვები ექსპერტიზისთვის, შესაბამისი სპეციალიზაციის მქონე ექსპერტისთვის და ამის შემდეგ ჩაეტარებინა ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ აღნიშნული არ მომხდარა, ექსპერტმა ისაუბრა ვრცლად გაცდა მისი უფლებამოსილების ფარგლებს და მონტაჟის კვალთან დაკავშირებით იმის მიუხედავად, რომ მისთვის არ ყოფილა კითხვები დასმული, მან ამ საკითხზე ვრცლად ისაუბრა. ექსპერტმა არსებითად განსხვავებულ ფოტოზე და არსებითად განსხვავებული დამახასიათებლების ფარგლებში უპასუხა, თითქოს მან ყურის ბიბილოს, თვალის ქუთუთოს, ცხვირის ზომის ნიშნებით მოახერხა ამოცნობა, აბსოლუტურად შეუსაბამოა. რეალური სურათი ყველა ობიექტური ადამიანისთვის ძალიან კარგად გამოჩნდა და ცხადად, ხოლო რეალური სურათი არის ის, რომ ექსპერტს, რომელსაც აქვს ეს ექსპერტის ფორმალური თანამდებობა, გადასცეს უკვე ამოსაცნობი პირის ფოტოსურათი, კონკრეტულ შემთხვევაში, ჩემს შემთხვევაში ეს იყო გიორგი გორგაძე, თუმცა აბსოლუტურად ყველა პირზე იგივე სქემა გვაქვს, მისცეს მას უკვე პირის ფოტო, ვინც უნდა ამოეცნო და დაევალა, რომ დაედგინა ვიდეოზე არსებული პირის იდენტურობა ამ ფოტოსურათთან. მნიშვნელოვანია ითქვას ის, რომ ამოცნობაც კი როცა ტარდება ცოცხალ რეჟიმშიც კი, მაშინაც კი პირს არ წარედგინება ერთადერთი პირი ამოსაცნობა წარედგინება როგორც მინიმუმ რამდენიმე პირი. მოცემულ შემთხვევაში ადამიანს პირდაპირ ჰქონდა სურათი, ვიზეც უნდა ეთქვა, რომ ეს ის ადამიანია, ვინც ვიდეო კადრებზე არის ასახული. ამასთან მნიშვნელოვანია ის, რომ ვიდეო კადრები თავად ექსპერტის მიერ მოყვანილი მეთოდოლოგიის თანახმად არ არის გამოსადეგი და მისი მასზე დაყრდნობით შეუძლებელია ეს ექსპერტიზის ჩატარება, თუმცა ეს ნაწილი სულად იქნა იგნორირებული ექსპერტიზის ჩატარების მომენტში. ნამდვილად არ მისცა ბრალდების მხარესთვის სასარგებლო ინფორმაცია დღევანდელმა მოწმემ. მოწმის მიერ მიცემული ინფორმაციიდან გამომდინარე, ჩვენ დავადგინეთ, რომ მის მიერ გაცემული დასკვნა რეალურად არ არის გადამოწმებადი. დაადგინა გარამოება, რომლებიც უпростоად გარამოებები, რომლებიც
ასახა არც გამოკლების ნაწილში და არც დასკვნის ნაწილში. დღევანდელი მოძმის მიერ მიცემული ინფორმაციას შეიცავს ძალიან ბევრი კითხვის ნიშნებს, რომლებიც ჩვენ ვერ მოვიცნეთ დღეს დამაჯერებელი პასუხი აღნიშნულთან დაკავშირებით, რომლებიც ექსპერტის მიერ გაცემული დასკვნა უნდა იყოს ერთმნიშვნელოვნად ასე ვთქვათ, გადამოძმებადი, უნდა იყოს ობიექტური, სამართლიანი და ჩვენ უნდა მოგცოდეთ იმის შესაძლებლობას, რომ საჯროების შემთხვევაში ჩვენ სანდოდ დავაეღრდნოთ აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნას, ვერ დავეთანხმებით აღნიშნული ექსპერტის მიერ გაცემულ დასკვნას და ვერ სასამართლომ არ უნდა დაეღრდნოს აღნიშნულ დასკვნას, იმიტომ რომ გაცემული დასკვნა ფაქტობრივად არ გაძლევს იმ კითხვას, რასაც დღეს დასვრის მხარეს მიერ იყო დასმული პროცესი. დაკავებულებიდან სამს ზვია ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ბრალდებულებიდან 5-ს გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსა ფალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.